but I didn't. And though our political coming back to Brussels, I will prepare. საუბარი იყო ევროპარლამენტის წარმომადგენელთან, ლიტვიდან, ბატონ პალეცკისთან, ძალიან საინტერესო საუბარი ეხებოდა სხვადასხვა საკითხებს, საქართველოს, რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენებს, მომავალ რეფორმებს, რა თქმა უნდა, საქართველოს და ნატოს ურთიერთობებს, ევროკავშირთან ურთიერთობების პერსპექტივებს და გეტყვით, რომ საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. რაც შეეხება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას, მე ჩამოვედი საქართველოში, რომ ჩემი ქვეყნის ლიტვის გამოცდილება გაუზიარო საქართველოს მთავრობას, თუ როგორ მიუახლოვდით ევროკავშირის და ნატოს. ეს იყო ჩემი შეხვედრების მთავარი თემა. მე მჯერა, რომ საქართველოს სწორად ვითარდება დემოკრატიის მხრივ. ის, რომ საქართველოს ცდილობს დაამყაროს კარგი ურთიერთობა მის მეზობელ ქვეყნებთან, როგორიცაა მაგალითად რუსეთი, იმას მიგვანიშნებს, რომ საქართველოს მზად არის ევროკავშირის პოლიტიკას მიემხროს. მე ისევ გავიმეორებ, რომ საქართველოში მთავრობის შეცვლა იყო ძალიან დემოკრატიული და მშვიდობიანი. ახალი პარლამენტის მიერ დადგენილი ბიუჯეტით, სოფლის მეურნეობის და დემოკრატიის გაზრდით საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდება.